გაუმხილოთ ეხლა ჩვენ მსმენელებს, რაზე გვექნება დღეს საუბარი. ყველაზე საინტერესო ხო რა არის სიახლე, რა არის ახალი. მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ. მე თვითონ ვამუშავებდი ამ სლაიდებზე, როცა დავინახე ეს სლაიდები, მეთქი მაგარი რაღაცა გვიჭირავს ხელში თქო. ნამდვილად გვექნება საუბარი პირველი ესეთი არაჩვეულებრივ ინოვაციაზე, რომელსაც ქვია ლივი. ბევრი ილმად საუბარი არ ჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ხო, წინა კომპანიაში ქონდა რეზერვი, აი ასეთი სახელწოდებით, არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტური ფორმულა, რომლის შემადგენლობაზეც უბრალოდ ჩამოთვლას რომ ვაკეთებდი, მეც არაფერს არ ვამბობდი ხოლმე, ხო? აი ეს ჩამონათვალი შენარჩუნებულია ამაში, ხო, ცხოვრებას ნიშნავს, ხო? აი მოდი ჩამოვთვლი და ის რაც ცნობილია უკვე იმაზე არ დავიწყებ საუბარს, ალუბალი მუქი, კონკორდის ყურძენი, მოცვის ექსტრაქტი, ბროწეულის კონცენტრანტი, შტოში, ალოე ვერა, ყურძენი, ასაი, მწვანე ჩაი, ეს ყველაფერი იყო, ჩვენ ვიცით როგორ მუშაობდა ეს პროდუქტი, ხო? როგორი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ჰქონდა, როგორი ალერგიების წინააღმდეგ, უჩნაწლავზე როგორი მოქმედება ჰქონდა, ძვალსახსროვან სისტემაზე, ანთებით პროცესებზე. აი უამრავი შედეგია დაფიქსირებული, რამდენი წელია, 7-8 წელი ვიმუშავეთ ხო ამ პროდუქტზე და არაჩვეულებრივი შედეგები ჰქონდა. აქ დამატებულია კიდევ ყველაფერს შეიცავს, რესვერატროლი რო იყო ძირითადი იქაც და აქაც რჩება, რესვერატროლი, რომელიც არის ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტი, რომელიც ყურძნის კანიდან არის დამზადებული და ბევრმა იცით ამის შესახებ, როგორი ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს ნებისმიერ სხვა ანტიოქსიდანტზე 5-6 ჯერ უფრო ძლავრად აღწევს, ღრმად აღწევს უჯრედის შიგნით და იქ მუშაობს აღდგენით პროცესზე, დაცვას აკეთებს ამ უჯრედის და ფაქტიურად თითოეულ უჯრედზე რო ასე მოქმედებს, მთლიანად ორგანიზმზე მოქმედებს ასე ხო? დაცვას უყენებს ჩვენ იმუნურ სისტემას, დაცვას უყენებს მთელ ჩვენს ორგანიზმს, რომ ყველა ორგანომ თავისი ფუნქცია შეასრულოს და ამავე დროს იყო ძალიან ძლიერი დეტოქსის მატარებელიც, ხო? ანუ განსხვავება რა არის, ხო? აი ამაზე ვილაპარაკოთ, რაც აძლევს განსხვავებას. გლუტათიონი და გოჯი. აი ამაზე მინდა ვილაპარაკო. გლუტათიონი ეს არის პეპტიდები, რომელიც მოიცავს თავის თავში 3 ამინომჟავას: გლუტამინის მჟავას, ელცისტეინს და გლიცინს. ეს 3. როგორც აღმოჩნდა, პირველი რაც ხდება ჯერ კუჭნაწლავია და მერე უკვე ღვიძლი იმ შხამებს და იმ ტოქსინებს, რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება, ხო? იქ ხდება განეიტრალება, 90%, 80% ღვიძლში ხდება და მერე მთელ ორგანიზმში. თუ ღვიძლი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ნახეთ, აი ეს შხამები, ეს ტოქსინები მოედება მთელ ორგანიზმს, აღწევს თავის ტვინიდან დაწყებული ფეხის ფრჩხილამდე და ლაგდება იქ და აი ეს არის გამომწვევი მერე ქრონიკული დაავადებების, ანთებითი პროცესების, სიმსივნური დაავადებების, დიაბეტისაც კი. თუ ეს ამინომჟავები არ არის, ხო? ანუ გლუტათიონი თუ ცვლა დარღვეულია და დაკლებულია ისეთ ცილების ცვლაში მონაწილეობს, რომლებიც ანეიტრალებენ აი ამ შხამებს და ტოქსინებს. და წარმოიდგინეთ ახლა, როცა გლუტათიონის დაბალი დონეა, რა შეიძლება მოხდეს ჩვენს ორგანიზმში. თითქოს არავითარ კავშირში არ არის სხვადასხვა დაავადებები ღვიძლთან, ხო? აი ნერვული სისტემის დაავადება, ან გულში ისემიური პროცესი რო არის, თრომბოზი რო ხდება, ხო? აი რა კავშირშია დაუშვათ, ან შაქრიანი დიაბეტი რა კავშირშია, ან ჰორმონალური ცვლა რა კავშირშია, ხო, ფარისებრი ან სხვა ჰორმონალური დარღვევები, ხო? თითქოს არავითარი კავშირი ღვიძლთან არ აქვს, ხო, აი ამ პრობლემებს და კიდევ ბევრ რამეს. მაგრამ თურმე აქვს, იმიტომ რომ თუ ეს პროცესია დარღვეული, მაშინ ღვიძლისგან მიდის აი ეს დამაზიანებელი ფაქტორები და ეს თრომბოზებიც მიდის და ნერვულ სისტემაზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს და კიდე გადავაწყდი აი ასეთ ინფორმაციას, რომ აუტისტური სპექტრის ერთ-ერთი მიზეზად ითვლება სწორედ აი ასეთი ტოქსიკაცია ორგანიზმის თავის ტვინის აი აქედან მოდის ეს ყველაფერი და არის კვლევები, რომლებშიც ყველა აუტისტური სპექტრის ბავშვს აღმოაჩნდა გლუტათიონის ნაკლებობა. აი ეს მომენტი, რომ კუჭნაწლავი და თან ღვიძლის ფერმენტაცია, მისი ფუნქციაში მოყვანა, ხო? მით უმეტეს, როცა ნარკოტიკები, ალკოჰოლი, ეს როგორი ის არის, ხო, ჩვენს ყოველდღიურობაში
და C ჰეპატიტები და B ჰეპატიტები და ღვიძლის ფუნქციების მოშლა ეს ყოველდღიურობა გახდა თითქმის ჩვენი და ანტიოქსიდანტი რო არის, ხო? გოჯი. ანტიოქსიდანტობას რა განაპირობებს, ხო? იქ ვიტამინები უნდა იყოს, მინერალები, ამინომჟავები, ბევრ რაღაცას უნდა შეიცავდეს და არაჩვეულებრივი მდიდარი შემადგენლობის აღმოჩნდა. ამ კუთხით მინერალები 21 მინერალი არის, ამინომჟავები 18 ამინომჟავა არის, აი უბრალოდ რო ჩამოვთვალოთ, ხო? იქ B ჯგუფის ვიტამინებია, C ვიტამინებია, პოლიფენოლებია, ანტიოქსიდანტები, ხო? და რაზე მუშაობს? აი არტერიულ წნევაზე მუშაობს, შაქრის და ქოლესტერინის დონის რეგულირებაზე მუშაობს, ღვიძლს ესეც იცავს, კუნთების გაძლიერებაზე მუშაობს, სისხლძარღვების ელასტიურობაზე, ძვალსახსროვან სისტემაზე თავისთავად და გახდომაზე, რომელიც ბევრი ადამიანის ის არის, ხო? სხვათა შორის აი ეს ღვიძლის ფუნქციის მოწესრიგებაც ზედმეტი ცხიმისგან განთავისუფლება ორგანიზმის ამ გლუტათიონის საშუალებით და გოჯი დამატებული კიდევ. და მინდა ერთი პატარა გავამხილო, ახლა მხოლოდ ჩემ შედეგზე შემიძლია ვისაუბრო. სადღაც 4-5 დღეა მე ამ პროდუქტს მივიღე, რაღაცნაირად წონაში დაკლებისკენ წავედი. რაღაცნაირად სიმსუბუქეს ვგრძნობ, ძალიან დიდი სტრესის ქვეშ ვიყავი და რატომღაც ისე აღარ მოქმედებს უკვე ჩემს ნერვულ სისტემაზე. სადაც რეზერვი ერთ თვეში გვიდებდაო შედეგს, ერთ კვირაში გვაგრძნობინაო ამანო. პრინციპში თითოეული ხილი რო დაგუგლოს ადამიანმა უკვე წარმოდგენა შეექმნება ერთად რა არის ლივი, ხო? ლივს ვიღებ 10 დღეა და სახსრები აშკარად აღარ მაწუხებს. დედას წნევები ქონდა 3 თვე და 2 დღეა არა აქვს. აი მაინც რო თქვათ, როგორი კატეგორიისთვის არის, იმიტომ რომ არ გვინდა რომ ადამიანმა გაიგოს, რომ თითქოს ეს არის მაინდა-მაინც მაშინ, როდესაც ღვიძლი გაწუხებს. ჩემ შვილიშვილს მივეცი პირველი. ანუ მე თუ ბავშვებს ვაძლევ რეკომენდაციას, მე ჩემს ბავშვებზე უნდა ვნახო ეს, ხო? ეს ჩემი კრედოა, ჩემი მოღვაწეობის, რომ ესე მუშაობ მე და ამიტომ ბავშვებისთვისაც შეიძლება, რა თქმა უნდა, ჩემი შვილიშვილი არის 6 წლის. ნებისმიერი რაღაცა, რასაც თქვენ ხედავთ ახლა ეკრანზე, არის ძალიან პატარა დოზებით. ეს ფორმულა სწორედ იმ მეცნიერებმა ისე გააკეთეს და ამაზე წლები მუშაობენ. ეს ხო არ არის უცებ რაღაცა შეაერთო რაღაცეები და ისე მიაწოდო ადამიანებს თვითონ შემადგენელ ინგრედიენტზე რა მილიგრამებით და მიკროგრამებით არის, ხო? აი ეს არის გათვლილი, რომ არ მოხდეს ზედმეტი და ჭარბი დოზის მიღება. ამიტომ ბავშვებისთვისაც ეს უვნებელია და დიდებისთვის მით უმეტეს. შემცველობა რესვერატროლის იმასთან შედარებით რეზერვთან ბევრად მეტია და ის ახალი დამატებული კომპონენტები, რომ რეზერვზე უფრო შედეგიანი იქნება ჩვენი ეს პროდუქტი და